ვიღებ ჩემ კვებს. შენს კვებს ნუ ვიღებ. შვენიერი გარემოა მეგობრებო. ბატონი ნიკოლოზი გვიმზადებს გემრიელობას. ნიკოლოზ რას ვამზადებს დღეს? ყოველთვის დაჩაგრული ვარ. რატო ხარ დაჩაგრული? ეს არის უხა სიომკის თავებით. უხა სიომკის თავებით. ბიჭები აგერ თევზაობენ უკვე. დაიწყეს, მეც გავშალი აღჭურვილობა და ცოტა ხანში შეუერთდები მათ. მოდი გაჩვენებთ ახლოდან. ხედო, გიორგი, აქეთ არჩილი და ბოლოშიც გიორგი. იქით ბოლოში, აი მოდი ახლოს ვარ. მეგობრები, ჩვენი მეგობრები. ალექსა და თავის მეგობარი. მოკლედ დავიწყეთ თევზაობა და ჯერ პირველ რიგში აუცილებლად უხას მოვამზადებს ნიკოლოზი და გემრიელობას მივირთმევთ და შემდეგ უკვე კარგა გემრიელად ნაჭვები მოკლედ დავიწყებთ თევზაობას. ძმაო, რას ქვენოდი? არ გამომაჩინა. არ გამომაჩინა. ოჰო, აჰა, წყალი ადუღდა. შვენიერია. წყალი ადუღდა, ხელები გაგვეყინა. რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? ეხლა ჩვენ კარტოფილი. კარტოფილს ვყრით. აუ, გაიყინა. ჯო, კარტოფილი გაიყინა. ესე ცოტა შევათფოთ. ხო, კი, აშკარად მინუსია. 5 წუთით გავაჩერე და გაიყინა. გაწივილაშა. აშკარად მინუსია, იმიტომ რომ ერთ-ორჯერ გადავაგდე უკვე ანკესი და ანკესის წვერი გაიყინა. გალღვა. კარტოფილი ჩავიდა. ავიდა გაუშვით ჩვენი სიომკა. ოჰო, რა გიმოიქნება, რა გიმო. რამდენი ცალია ნიკოლოზის თევზი? ცალი არა, 2 თავი არის. 2 თავი? კი, სიომკის თავებია. ანუ ეხა თევზი, კარტოფილი და რას ვამატებთ კიდე? თევზი, კარტოფილი, დაფნა. ეს ახლა რო თქვათ, რასაც ქვია რიბაცკაია უხა. უხა არ არის, ეს არის თევზის წვნიანი. ჩვენებურად რა, მაინც და მეც ხა. თევზის სუპი. ხო, ხوارნო მივემსგავსოთ იმათ. ჩვენ ჩვენებურად ვაკეთებთ რა. რასაც უხა ქვია, უხაში უნდა დაფნის ფოთოლი ხახვი. არაყი და ნაგვეჩხალი. შვენიერი. ისე სხვათა შორის შავი პილპილი აუცილებელი. შავი პიმპილიც. შავი პიმპილიც უნდა. ხო, სხვათა შორის წინაზე რო გავსინჯეთ. აქ. როგორ რა ერქვა შენს კერძს? საჩემო თუ როგორ იზა? საფირმო. საფირმო კერძი იყო და ესეც საფირმო ოღონდ უხის მსგავსი რა. გემრიელი იქნება, თევზის წვნიანი. რამდენ ხანში იქნება ნიკოლოზ? 15 წუთში გემრიელად მივირთმევთ. აბა წავედი და შემოგიერთდებით. შემდეგი არის დაფნა, ხო? ხო, დაფნის ფოთლები. დაფნის ფოთოლი და შავი პილპილი. შავი პიმპილი. შავი პიმპილი. გვალები. არა, პილპილი არა, პიმპილი. საკმარისი ეგა. რა გემრიელი სუნია მოდის უკვე და ეს პიმპილი როგორია? შავი, გვალი პილპილი. გვალი პიმპილი. მეგობრებო, ისე ბევრი გამიგია, რომ პილპილს ეძახის პიმპილს. ხო და ვინც პიმპილს ეძახის, აბა ვიდეოს ქვევით კომენტარებში დაწერეთ. ანუ ვინმე მეგობარი, ვინც პიმპილს ეძახის, მაინტერესებს რამდენი არიან. ჩვენი ძმა როკი. აი მომიტანა ესე ჯოხი, უნდა რომ გადაუგდო, მაგრამ არ მაძლევს. მომე ბიჭო. ნახე რა ცუდი ხარ შენ. მომეცი. აი ბიჭი ხარ. მე ვთავ, ჩავთე. არა, დაიცას. ჩავთე, ამ ყველაფერს დავდებ აუცილებლად. რაღაცებს გვატყუებ ნიკოლო შენ ხო? რაღაცა ჩააყარა მე მგონი ამან და არ გვეუბნება. ეხლა სტაფილო ბოლოს. ცოტა სტაფილო. რატო ცოტა იყოს ბევრი ეს? არა, ცოტა უნდა ბევრი არ უნდა. ხახს ისე ქვია, ეხლა ყველაფერს შევჟანთ. დავატრიელოთ კადრი ეს შესანიშნავად. ეხლავე მარილი მივცეთ ცოტა. მიდი ნიკა, ეგრეც არის თუ ჩააყარა.
კამა და ქინძი, ცოტა ბევრი არ უნდა. კამა და ქინძი. ოჰო, სუნი. როგორ არ უნდა ხამიც? წვარილი ხო ბევრი ჭირდება. მე ვერ დაგელოდებით ვერავის. ხახვი დამავიწყდა, ხახვია. კარგი ეხლა რო გიგეხვეწე. რაღაცა ეს რო ძალიან გემრიელი სუნია, ხო ძალიან გემრიელი. კი, ძალიან გემრიელი სუნი. ნიკოლოზ, მაგარი ხარ. მეგობრებო, მოკლედ ეხლა გვაქვს მეორე ეტაპი. გემრიელი თევზის წვნიანის შემდეგ კიდევ ვამზადებთ მეორე კერძს. ნახოთ აბა ნიკოლოზი რას გვიტყვის. ნიკო, რას ვამზადებთ? ჩიჟი-პიჟი. ხო. ძლევთ თევზაობას, ჩემო მეგობრებო, დღეს ძალიან მაგრად დავაგემოვნეთ რამდენიმე კერძი. დავაგემოვნეთ დილით თევზის სუპი, შემდეგ ჩიჟი-პიჟი ეგრეთ წოდებული და ბოლოს ძალიან გემრიელი მწვადი მივირთვით. ძალიან მაგარი იყო, მოკლედ და პლუს დავაყოლეთ გემრიელად ჭაჭა, ჩვენებურად ქართულად. და ეხლა ვაგზელებთ თევზაობას. აბა ნახოთ რა იქნება. რამდენად მოვახერხებთ თევზის დაჭერას. მე მაქსიმალურად ვეცდები რომ ტივ-ტივის კადრები გამოვაჩინო. ნუ რამდენად მომეცემა მაგის საშუალება ვნახოთ. რომ გაჩვენოთ როგორ ურტყავს კარჩხანა ჯანდარის ტბაზე. ძალიან კარგად წაიღო თუმცა ავაცილეთ. ხედო აღარა. შვერიერი კარჩხანა დავიჭირეთ. არა ჩვეულებრივი. ესეთი კარჩხანი უსი დავიჭირეთ. მეგობრებო, შემახსენეს რომ მეგობრებო არ უნდა დამავიწყდეს. აბა კიდევ ერთი მშვენიერი ჩარტყმა და შემდეგი კარჩხანა დავიჭირეთ. რომელიც საკმაოდ მაგრად იბრძვის. აი ესე. არა უშოს. აბა დაარტყა საკმაოდ კარგად და საკმაოდ კარგი კარჩხანაც დავიჭირეთ. აი ესეთი. აბა ძალიან კარგი ჩარტყმა იყო და კიდევ ერთი კარჩხანაც დავიჭირეთ. აი არ გინდა კადრი დაიკიდე. კადრი ვერ დავიკიდე, იმენა ვერ დავიკიდე. მეგობრებო, დავასრულეთ დღევანდელი თევზაობა. საკმაოდ კარგი დღე გამოგვივიდა, რა თქმა უნდა. 3 კერძი მოვამზადეთ, მინდა შეგახსენოთ. ძალიან მაგარი კერძები, თევზის წვნიანი მოვამზადეთ. შემდეგი იყო ეგრეთ წოდებული ჩიჟი-ბიჟი, არ ვიცი ქართულად ჩიჟი-ბიჟი ქვია თუ არა. თუ არა სწორად ვამ, შეგიძლიათ ვიდეოს ქვევით კომენტარის სახით დაწეროთ სწორი სახელი. და მესამე კერძი, ნუ კერძი რა, მწვადი შევწვით მოკლედ. ოღონდ განსხვავებულად სამწუხაროდ შამპურები დამრჩა, სამწუხაროდ და მოგვიწია ტაფაში შეწვა. ზეცე. ნუ სამაგეროდ გემრიელი კი იყო პრინციპში. მე კვაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ცოტაც ვითევზავეთ, დავიჭირეთ რაღაც რაოდენობის კარჩხანა და ეხლა უკვე ვარგდებით და მივდივართ სახლისკენ. ვისაც მოგეწონათ დღევანდელი ჩვენი ვიდეო, გთხოვთ დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, აუცილებლად მონიშნეთ ზარისღილაკი რომ არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო და ამით დაგემშვიდობებით. წარმატებულ თევზაობას გისურვებთ როგორც ყოველთვის. მოგოშეხოთ. გაგაბრძანდებოდეთ. მრავალს დაესწარეთ ჯამთელები და ბედნიერები, რაც მთავარია.